რატომ დადგა დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებების მიღება? ამის შესახებ მმართველ გუნდში კომენტარები კეთდება. მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას კონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რასაკვირველია, კანონის გამკაცრება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი იქნეს შენარჩუნებული. არ შეიძლება უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით არის წინ. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. არაფორმალური გავლენები, რასაც ჩვენ უწოდებთ, რა თქმა უნდა, კვლავ არიან, თან არ დავიწყოთ, რომ ეს არ არის მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი, აქ არის ევროკავშირის ნაწილიც, ევროპის ნაწილიც, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვეულებრივ სამწუხაროდ გრძელდება, იგივე წნეხი და ზეწოლა არაფორმალური გავლენების მხრიდან. ჩვენი ნაბიჯებიც ამ საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, იქნება ამისკენ მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები ზოგადად მათი ფუნქციონირება და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური პროცესების კიდევ უფრო წახალისებას.